რატომ გახდა სადაო მოსახლეობის აღწერის პირველადი შედეგები, ვინ და როგორ დათვალა საქსტატმა, რისან ვის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა 200,000-ით, შეიცვალა თუ არა აღწერის მეთოდოლოგია. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. ამ თემაზე დღეს ყველა დეტალი ჩვენი გადაცემის სტუმარია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე. ერთად შევახსოვთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიკსში. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს. არ ვიცი ხა შეიძლება სხვისთვის მოულოდნელად, მაგრამ ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია წინასწარი აღწერის შედეგებმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. ჯამში პირველადი შედეგებით საუბარია 3,914,000 ადამიანზე და მონაცემები გაზრდილია 200,000-ით. თქვენი აზრით, რატომ დაისვა ამდენი კითხვა ამ 200,000-თან დაკავშირებით და რატომ გახდა სადაო აღწერის პირველადი შედეგები? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. მე გეტყვით, რა მეთოდოლოგია გამოვიყენეთ და რა მონაცემები გამოვაქვეყნეთ, თორემ რატო დაისვა შეკითხვა, ალბათ ეს უფრო ამ კითხვის ადრესატი ალბათ ის ადამიანებია, ვიც ეს კითხვა, ვისაც ეს კითხვა უშვება. მაგრამ თქვენც გეკნებათ ამაზე მოსაზრება. მოკლედ, ჩვენ ჯერჯერობით გამოვაქვეყნეთ, როგორც თავიდანვე რამდენიმე წლის წინ განუცხადეთ ჩვენ საზოგადოებას, ჯერჯერობით გამოვაქვეყნეთ ჩვენ წინასწარი შედეგები, რაც ითვალისწინებს აგრეგირებულ ინფორმაციას სქესობრივ ტრეილში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ. თუმცა მოქალაქეობის, ეროვნების, აღსარებლობის და ასე შემდეგ სხვადასხვა მაჩვენებლებს ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ დაახლოებით 11 თვეში, მომდევნო წლის ივნისში. ანუ არაფერი არ შეცვლილა, რაც იყო ადრე როგორც აკეთებდით, ახლაც იგივე გააკეთეთ. ესე იგი, მეთოდოლოგიაზე თუ მეკითხებით, მეთოდოლოგია მსგავსია არა თუ 2014 წლის აღწერის, არამედ 2002 წელს ჩატარდა ასევე წინა აღწერა და ანალოგიური მიდგომა იყო გამოყენებული შესაბამისად მოსახლეობის აღრიცხვისას. ანუ მოსახლეობის აღრიცხვის ობიექტს წარმოადგენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები. ეს შეიძლება იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. თუ 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ადამიანი მოქალაქე ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს არა მხოლოდ ჩვენი მეთოდოლოგიის საერთაშორისო აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგია, ეს ადამიანები არიან ჩართული ზუსტად ამ 3,914,000 რიცხვში. ანუ ის რომ ტურისტი მაგალითად შემთხვევითი გამლველი პირობითად და ადამიანი რომელიც რამდენიმე დღით იმყოფება საქართველოში და მოხდა დაუშვათ ამ აღწერის პერიოდში, ეს ადამიანები ამ მონაცემებში არავითარი ტურისტი არ შედის. თუმცა იმისთვის რომ გამოგვერკვია უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნამდვილად იმყოფებოდნენ თუ არა ჩვენ ქვეყანაში 12 თვის და მეტი ხნის მანძილზე, ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი გამოვკითხეთ, მაგრამ ამ 3,914,000-ში ჩართულია მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მაგალითად, ემიგრაციაში ყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თუ შემთხვევით აქ აღწერის პერიოდში იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად სტუმრად ან ოჯახის მოსალახულებლად და მათი მუდმივი საცხოვრებელი თუ ის ემიგრაციის ქვეყანაა, ის ადამიანებიც არ არიან ჩართული, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაში. რადგანაც აღწერის მეთოდოლოგია ითვალისწინებს და სწორედ ფოკუსირდება იმ კატეგორიაზე, რომელიც გახლავთ ქვეყანაში მუდმივი მოსახლეობა, ანუ ეს გახლავთ მოსახლეობა, რომელიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ანუ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ ეს 200,000 რომელი რა ეროვნების, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი, ქართველები არიან, უცხოელები არიან თუ ვინ არიან? რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, როგორც გითხარით, დეტალური ინფორმაცია, მათ შორის უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე იქნება ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი იქნება, ასე ვთქვათ, ზუსტად ერთ წელიწადში. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტზე მინდა გამომახვილო ყურადღება. ჩვენ ვატარებთ აღწერას, რომელიც სტარდება უშუალოდ საქსტატის მიერ. მოდით გადავხედოთ ჩვენგან
დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, ავტონომიურ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს და დავრწმუნდებით, რომ იქაც ზრდის ტენდენცია იკვეთება. კერძოდ 2014 წელს ქვეყანაში იყო დაახლოებით 700,000 პენსიონერი. ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, ხო? დღეს გახლავთ პენსიონერთა რიცხოვნობა დაახლოებით 860,000, ანუ 160,000-ით მეტი არის პენსიონერთა რიცხოვნობა ამ 10 წლიან პერიოდთან შედარებით, ამ 10 წლიან პერიოდში. ავიღოთ მოსწავლეთა რიცხოვნობა. 550,000 მოსწავლე იყო 2014 წელს, დღეს გახლავთ 640,000 მოსწავლე. ავიღოთ სტუდენტთა რიცხოვნობა. 125,000 იყო და რამდენადაც მახსოვს 155,000-მდე არის, როგორც მახსოვს 150,000-მდე არის დაახლოებით გაზრდილი მათი რიცხოვნობა. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა 2014 წელს იყო სულ რაღაც 6,000, დღეს მათი რიცხოვნობა გახლავთ 37,000. ანუ რისი თქმა მინდა ამით? აღწერის შედეგების მიხედვით, როცა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, აქ უჩვეულო არაფერია, რადგანაც ჩვენგან დამოუკიდებელ ავტონომიურ წყაროებშიც, ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებშიც კი ჩანდა, ასე ვთქვათ, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაში ზრდის ტენდენცია. ანუ ეს კითხვები გაჩნდა იმ ფონზე, როდესაც მაგალითად იგივე თქვენივე მონაცემებით შობადობა უფრო დაბალია, ვიდრე სიკვდილიანობა. ითქვა, რომ აი აქედან გამომდინარე, როგორ მოხდა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა. თქვენ როგორ ახსნით? რა თქმა უნდა, ახსნით. ესე იგი, მოსახლეობის ცვალებადობას იწვევს ორი კომპონენტი. პირველი არის ბუნებრივი მატება, ანუ რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის ხოვობა და მეორე არის მექანიკური მატება, ანუ იმიგრანტებს და ემიგრანტებს შორის სხვაობა. ესე იგი, ამ მონაცემების მიხედვით ჩვენ გქონდა აღწერათა შორის პერიოდში, ანუ მიმდინარე демогრაფიული აღრიცხვით განსხვავება 200,000, ხო? დაახლოებით 3,705,000 იყო მოსახლეობის რიცხოვნობა. 3,705,000 იყო მოსახლეობის რიცხოვნობა მიმდინარე демогრაფიული აღრიცხვით. მაგრამ გეტყვით ერთ რამეს. საერთაშორისო პრაქტიკაში მოსახლეობის აღწერა მიჩნეული არის უპირატეს ყველაზე, ასე ვთქვათ, საწყის демогრაფიულ წყაროთ, ასე ვთქვათ. და მასზე დაფუძნებით იანგარიშება მიმდინარე демогრაფიული აღრიცხვის გამოყენებით, ანუ ბუნებრივი და მექანიკური მატების მონაცემების მასზე დაშენებით იანგარიშება მიმდინარე демогრაფიული მონაცემები, ხო? ანუ ის საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელიც განსაზღვრავს იმიგრანტების და ემიგრანტების რაოდენობას, რასაც ვიყენებდით ამ გასული 10 წლის განმავლობაში აღწერათა შორის პერიოდში, ის რომ იყოს ყოვლის მომცველი, მაშინ აღწერა ბუნებრივია არ იქნებოდა აღწერის ჩატარების საჭიროება. ხო მეთანხმებით? ანუ ნახეთ რა ხდება, განსხვავება აღწერის შედეგებს და მიმდინარე демогრაფიულ მონაცემებს შორის ყოველთვის იყო. მოდი გადავხედოთ წინა აღწერებს. 2002 წელს, როცა ჩატარდა აღწერა, განსხვავება იცით რამდენი იყო? დაახლოებით 1 მილიონი ლარი იყო სხვა 1 მილიონი ადამიანი უკაცრავად იყო სხვაობა. ეს მიგრანტებსა და ანუ ნახეთ ტარდება აღწერა 10 წელიწადში ერთხელ, მაგრამ აღწერათა შორის პერიოდში ჩვენ ხო გვჭირდება მოსახლეობის რიცხოვნობა. ამიტომ ნახეთ როგორ ვაკეთებთ, აღწერა ხო ჩატარდა 2014 წელს. მას ემატება ბუნებრივი მატება, ანუ დაბადებულები ემატება და გარდაცვლილები აკდება და ემატება მექანიკური მატება, ანუ ემატება იმიგრანტები, ანუ ვინც შემოდის ჩვენთან და აკლდება, ასე ვთქვათ, ემიგრანტები. ანუ 2002-სა და 2014 შორის ხოვება მილიონი ადამიანი, ხო? ერთ რამეს ვამბობ. 2002 წლის აღწერა რო ჩატარდა, მივიღეთ მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მილიონი კაცით ნაკლები, ვიდრე 2002 წლის მიმდინარე демогრაფიული აღრიცხვით იყო. 2014 წელს როცა ჩავატარეთ ჩვენვე აღწერა, მივიღეთ დაახლოებით 660,000-ით ნაკლები, ვიდრე იყო, ასე ვთქვათ, მიმდინარე демогრაფიული აღრიცხვით. მაგრამ ანუ ეს იყო დაახლოებით 17-18%. ეხლა სხვაობა არის 200,000 კაცი და 200,000 კაცი არის 5.4% ზუსტად. თუმცა მაშინ არ მახსენდება, რომ ასეთი ამბავი ამ ხელ აჟიოტაჟი მოყოლოდა ამ შედეგებს. გასაგებია, რატომ მოყვა ეს, ვინც ატეხა, იმათ ვკითხოთ, ალბათ უკეთესი იქნება, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვზად ვართ, გავცეთ დეტალებს პასუხი და შევიდეთ იმ მეთოდოლოგიურ სიღრმეებში, რაც საფუძვლად უდევს, ასე ვთქვათ, აღწერას და მონაცემთა შეგროვების მთელ პროცესს. თან გეტყვით იმასაც, რომ ეს 2024 წლის აღწერა
იყო მთელი ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, საერთოდ ელექტრონულად ჩავატარეთ აღწერა და გარდა ამისა იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც ვიღაცა კარს არ აღებდა ან კი, ვადის გადაწევა გახდა საჭირო კი გვახსოვს. ბატონო, მაგრამ თან იმ ეს პერიოდს გადაზღვეულია დაემთხვა, მაქსიმუმ რატომ? რითი არის გადაზღვეული? იმიტომ რომ მოსახლეობის აღწერა არ მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. მსგავსი შემთხვევების გადაზღვევა და ინფორმაციის შევსება განხორციელდა ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებით, ასევე ალტერნატიული წყაროებით, როგორიცაა მაგალითად მოსწავლეთა რეესტრი, სტუდენტთა რეესტრი, პენსიონერთა რეესტრი. ანუ ეს მონაცემებიც აიღო საქსტატომ. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ავიღეთ და რა თქმა უნდა, ეს გამოიყენება უპირველეს ყოვლისა მიღებული შედეგების ვალიდაციისთვის და გამოიყენება, რა თქმა უნდა, იმ გამოტოვებული, ასე ვთქვათ, წერტილების შესავსებად. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ და ამას აქეთკენ მივდივარ ჩვენ საერთოდ. აი, პირობითად მაგალითად ესეთ მაგალითად 700.000 პენსიონერი, რომელიც გაქვთ თქვენ მონაცემები 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასეთივე მონაცემები აიღეთ 2024 წელს, მაგალითად რამდენი პენსიონერია და სხვაობა რამდენი აჩვენა თქვენს შეგროვებულ მონაცემსა და ოფიციალურ მონაცემებს შორის. დაშვება რამდენია პლუს მინუს მაინც. სხვაობა, მოკლედ, თავი თემა აქ არის რა. აღწერამ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით მოიცა მთელი ქვეყანა. უდიდესი მასივი, მთელი უმრავლესობა. მაგრამ თუ ვინმე გამორჩა, თუ ვინმე მოარი განაცხადა, მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და აღწერის მოზადაცებდა ბაზაში ჩართვა მოხდა სწორედ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებიდან. ეს არის დამატებითი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო და არა ძირითადი. რა თქმა უნდა, ძირითადი გახლავთ პირისპირ ინტერვიუ. ხო, აი ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ეს პირისპირ ინტერვიუ განხორციელდა ორი მეთოდით, მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ. ერთი იყო პირველი კვირეების განმავლობაში თვით რეგისტრაცია, რომელმაც დაახლოებით 5% შეადგინა ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით და შემდეგ იყო პირისპირ ინტერვიუ, ანუ ჩვენი წარმომადგენლები ტაბლეტების მეშვეობით აგროვებდნენ უშუალოდ ოჯახებში მისვლით ინფორმაციას. რაც შეეხება თქვენ გამოაქვეყნეთ ახლა პირველად იმ მონაცემები, რომელიც ძალიან მწირია, შეიძლება ითქვას იმასთან შედარებით, რასაც ველოდებით უახლოეს მომავალში. ეს ერთწლიანი პერიოდი რატომ არის საჭირო? რას აზუსტებთ? ანუ ეს მთავარი ხომ არ არის მხოლოდ რიცხოვნობა აქ. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ საზოგადოებას გავახსენოთ, რომ რაზეა საუბარი. ესე იგი, რატომ ერთწლიანი პერიოდი? გადავხედოთ სხვა ქვეყნებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემოკლებული ვადა, რომელსაც იყენებენ ქვეყნები. ქვეყნების გარკვეული ნაწილი 18 თვიან პერიოდსაც კი იყენებენ. მაგრამ ჩვენ მივეკუთვნებით იმ ქვეყნების რიგს, სადაც მონაცემთა გამოქვეყნება დამუშავების პერიოდის შემცირების ხარჯზე არის უფრო მოკლე ვადებში. ერთწლიანი პერიოდი იყო გამოყენებული 2014 წლის აღწერისას. ერთწლიანი იყო 2002 წლის აღწერისას, 99 წლის აღწერისას და ასე შემდეგ. ანუ აქ ახალი არაფერი არ არის, ახალი ვადა ჩვენ არ გაგვისაზღვრია, ეს საჭიროა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თითოეული უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულის, ანუ სოფლის დონეზე ხდება მონაცემების დამუშავება, მათი ვალიდაცია, გადადარება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან და შესაბამისად ეს საჭიროებს საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ, დროს გამომდინარე იქედა რომ საქსტატის ყველა თანამშრომელი კი არ მუშაობს აღწერაზე. მას ყავს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც რამდენიმე ათეული კაცისგან შედგება და მხოლოდ მათი კომპეტენცია გახლავთ ეს. და რაც შეეხება ეხლა რაც გამოქვეყნდა ეს მონაცემები კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ აქ კაცის და ქალის და სოფლად და ქალაქად ანუ რა ტენდენცია გამოიკვეთა გაზრდილია თუ არა ქალაქის მოსახლეობა თუ პირიქით შემცირებული ან პირიქით სოფლის მოსახლეობა. დიახ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანუ 10 წლიან პერიოდში თითქმის 5% პუნქტით გაიზარდა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი. 57% თუ იყო 2014 წელს, დღეს გახლავთ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი 62%. გაზრდილია მნიშვნელოვნად ქალაქ თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რიცხვი. ეს გასაკვირიც არც არის, იმიტომ რომ თავმოყრილია ყველაფერი. 1,108,000 იყო 10 წლის წინ თბილისის მოსახლეობა წინა აღწერით და დღეს სახეზე გვაქვს 1,330,000 მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს
ჩვენს დედაქალაქში. ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის ასევე გაზრდილი. დაახლოებით 150,000 კაცი ცხოვრობდა და 235,000 კაცი ცხოვრობს. აქ საინტერესოა ერთი დეტალი, ეს მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია სოფლიდან წამოსულების ხარჯზე თუ დავუშვათ სხვა ქვეყნებიდან ანუ ეს შეიძლება იყოს გაზრდილი არა მხოლოდ სოფლიდან წამოსულის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე. შეიძლება იყოს გაზრდილი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შემოსული ჩვენი მოქალაქეების ხარჯზეც კი. ამას გვაჩვენებს სწორედ აღწერა და ის 11-თვიანი პერიოდი, რომელიც ანუ შემდეგ შეიძლება კითხვა აღარ დაისმევათ 11 რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გვაინტერესებს, რომელი მოქალაქის, ანუ შფოთვა და მღელვარება მოქალაქეების იმ ნაწილში, რომელიც გვაკრიტიკებს, სწორედ ამას უკავშირდება თუ რომელი მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა. ეს ასე ვთქვათ, ახდის ფარდას იმ ასე ვთქვათ, საკითხებს, რომელიც მათ აინტერესებს და შესაბამისად, სწორედ ამაზე მუშაობთ და ამისთვის გვჭირდება ის 11-თვიანი პერიოდი, რომელიც მიჩნეულია საერთაშორისო სტანდარტით ამ პერიოდად. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, ანუ თქვენ თქვით, რომ თბილისში მოსახლეობა გაზრდილია, ბათუმი, აი ყველა დიდ ქალაქშია გაზრდილი, როგორ არის გადანაწილებული? ნახეთ, ესე იგი, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა არის შემცირებული. აი, ყველაზე კლებადი ტენდენციით გამოვლინდა ესეთი მუნიციპალიტეტები, მაგალითად, როგორიცაა მაღალმთიანი აჯარა, ხულო, შუახევი, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტი. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია უფრო ხანგრძლივადაც ვისაუბროთ, მაგრამ არის მაგალითად ქალაქები, თუნდაც აი ლენტეხში მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია. გაზრდილია მოსახლეობის რიცხოვნობა რუსთავში, ზოგადად რეგიონების ჭრილში თუ შევხედავთ 4 თბილისის გარდა 3 რეგიონია, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა. პირველი თბილისის გარდა ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ეს როგორც გითხარით, გაიზარდა ბათუმში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ხარჯზე, გაიზარდა ქვემო ქართლში მოსახლეობის რიცხოვნობა და ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქვემო ქართლის რეგიონი შობადობის შედარებით მაღალი ტენდენციით ხასიათდება და ცხეთამთიანეთის რეგიონში არის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილი. სხვათა შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რის ხარჯზე, ანუ აი რის ხარჯზე, ამაზე პასუხი მექნება ზუსტად თითქოს ყველა ისეთ კითხვას რომ რაც დაუშვათ. აი ამიტომ ნახეთ, ჩვენ ახლა გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების მიხედვით და მხოლოდ ორი დისაგრეგაცია სქესი და დასახლების ტიპი. ანუ ქალაქ დასახლება და სოფელი დასახლება. ქალაქში უფრო მეტი კაცი ცხოვრობს თუ პირიქით მეტი ქალი თუ აი ეს შეგვიძლია ვთქვათ? რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ. ესე იგი, ქალაქის მოსახლეობა, როგორც გითხარით, 62%-ია, ქალის და კაცის თანაფარდობა მთელ მოსახლეობაში. ანუ ქალების რაოდენობა სხვათა შორის გაზრდილია წინა აღწერის შედეგებთან შედარებით. ანუ 53 47-ზე არის. ადრე იყო 52-58-ზე. ნუ რატომ ამას თავისი მიზეზიც აქვს? სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებში არის უფრო მაღალიც. ამას ისიც ადასტურებს, რომ საპენსიო ასაკში მყოფი ქალების რიცხოვნობა რამდენჯერმეც კი აღემატება. 60 წელია და არა, ერთი და იგივე ასაკობრივ ჯგუფსაც რო შევხედოთ. მაგალითად 65 წლის ასაკის ზევით ქალების რაოდენობა რო შევადაროთ კაცების რაოდენობას, ორჯერ და მეტად აღემატება. ანუ ქალების სიცოცხლე ხაზი უფრო მაღალი. რა თქმა უნდა, 9 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ ქალბატონები. მიუხედავად იმისა, რომ იბადება უფრო მეტი ბიჭი, დაახლოებით 40 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა უკვე აჭარბებს, რადგანაც ამ ასე ვთქვათ სხვადასხვა მიზეზებს, სიკვდილის მიზეზებს ტრამვებიც ემატება, რაც უფრო მეტად გახშირებულია, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა მამაკაცებში. მათ შორის ავარიები. და რაც შეეხება რიცხოვნობას ქალაქების მიხედვით, კაცის და ქალის თანაფარდობა როგორ არის? აი ნახეთ, რო გითხარით, მთლიანად 53%-ია, მაგალითად 47-ზე მთელ მოსახლეობაში ქალი, მაგრამ თბილისში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. რამდენადაც მახსოვს 56%-ია თბილისში ქალი. და ერთ-ერთი ქალაქი იყო, სადაც ქალების რაოდენობა აღემატება მსგავსი ტენდენციის კაცების რაოდენობას იყო ქუთაისი. სხვათა შორის ქუთაისშიც აღემატება ეს და სოფლად როგორი ტენდენცია, უფრო მეტი მამაკაცია თუ უფრო მეტი ქალბატონი? ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა რამდენადაც მახსოვს ცხეთამთიანეთის რეგიონისა,
ქალების რაოდენობა აღემატება კაცების რაოდენობას, მაგრამ გამოვლინდა ის, რომ აი თბილისში უფრო მეტად არის ეს სხვაობა ქალების და კაცების პროპორცია შორის და ქუთაისში ვიდრე სხვა რომელიმე რეგიონში და ქალაქში. ასევე აღწერის შედეგად შეგვიძლია ასაკობრივი ზღვარი შეგვიძლია ჩავშალოთ ეს. ასაკობრივი ზღვარი არა, ამ ეტაპზე არ გამოგვიქვეყნებია. ასევე აი მაგალითად ტოპ 3 მუნიციპალიტეტი შეგვიძლია დავასახელოთ, ასე ვთქვათ, მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. პირველი ეს გახლავთ გორის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა პირველ ადგილზეა. მეორე გახლავთ მარნეულის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით და მესამე გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ეს სამი გახლავთ ტოპ 3. ანუ მოსახლეობის გაზრდილი ანუ ეს გახლავთ მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. ყველაზე დიდი, ყველაზე მეტი სადაც ცხოვრობს, ის გახლავთ. თორემ ზრდის მიხედვით პირველ ადგილზეა ბათუმი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის 50-55%-ზე მეტად გაიზარდა. თქვენ შედარებას აკეთებთ 2014 რა თქმა უნდა. ეს არის შედარების წყარო. მეორე ადგილზეა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის მიხედვით სხვათა შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და მესამე ადგილზეა თბილისი. აი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ძალიან საინტერესოა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ქალაქიდან წავიდა ხალხი მთაში თუ საზღვრებიდან გადმოვიდა ეს ყველაფერი? საინტერესოა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყაზბეგში ბევრი არ ცხოვრობს ადამიანი. დაახლოებით 4800-მდე ადამიანი ცხოვრობს, როგორც მახსოვს. ბათუმში ცხოვრობს 235,000, თბილისში 1,330,000. მაგრამ პროცენტული გამოსახულებაში იქ 1000 კაცი, ყაზბეგის 1000 კაცი გაცილებით მაღალია პროცენტულად, ვიდრე ბათუმის 1000 კაცი. და რიცხოვნობასთან დაკავშირებით თუ გახსოვთ, მაგალითად, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელი, რომელია პირველ ადგილზე? ეს ინფორმაცია ჯერ არ არის. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. თორემ აი ნახეთ, ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვექნება 11 თვეში. ანუ საბინაო პირობები, მათ შორის რომელ წელს არის აშენებული სახლი, როგორია ოთახების რაოდენობა, არის თუ არა კეთილმოწყობილი ის ბუნებრივი გაზით, ელექტროენერგიით, წყალგაყვანილობის სისტემით, არის თუ არა მიერთებული კანალიზაციის სისტემაზე და ასე შემდეგ. ასევე მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ სასოფლო-სამეურნეო აღწერა, რომლის შედეგები ასევე გამოქვეყნდება მომავალ წელს. ანუ ვაზის ჯიშთა რაოდენობა, სხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ფრინველის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია თან ხელმისაწვდომი იქნება უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, ანუ ისიც კეთილმოწყობილება შრომის უნარიანი მამაკაცი, ანუ ადამიანების რაოდენობა, ესეც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური პროფილიც იყო ჩადებული კითხვარში, რა თქმა უნდა, დასაქმების და ეკონომიკური სტატუსის მახასიათებლები იქნება, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის წარმოებას ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ესეც რელიგიასთან დაკავშირებით. აუცილებლად აფსარებლობასთან პოლიტიკური კუთვნილობის გარდა თითქმის ყველა კითხვა იყო, როგორც მახსოვს. ჩვენი კომპეტენციას ხდება. ხო, როგორც მახსოვს. და კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, თქვენ ამ ეთერშიც აღნიშნეთ და ისეც გითქვამთ, რომ ეს იყო შეიძლება ითქვას, რომ ბოლო აღწერა, რომელიც საქართველოში ჩატარდა და მოსახლეობის რეგისტრის შექმნაზე მუშაობს სახელმწიფო. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ. ეს იყო ბოლო ყოლის მომცველი, ანუ სრული მოწვით. შეიძლება კიდე ჩატარდა. ანუ სრული მოწვით აღწერა. თორემ ანუ ეს ვახსენებთ და ეს უნდა გაკეთდეს მომავალში აუცილებლად. ანუ რაც გულისხმობ. ანუ მომავალი 10 წელი არ დარჩენილი 34 წლამდე ესე იგი. ანუ მოსახლეობის რეგისტრი ეს რა არის? რა იქნება და რატომ აღარ იქ დადგება დღის წესრიგში დავშოთ ჩატარდეს ასეთი მასშტაბური აღწერა? პირველ რიგში ამის საფუძველი გახდება ეს უკანასკნელი აღწერა 2024, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხო? ამის შემდეგ უნდა წავიდეს საკანონმდებლო ცვლილებები, გამოვიყენოთ უნდა, რა თქმა უნდა, საზღვრის კვეთის მონაცემები, შობადობის და მოკდაობის მონაცემები, სტუდენტთა ბაზა, მოსწავლეთა ბაზა, სოციალური დაუცველ პირთა ბაზა, პენსიონერთა ბაზა და ასე შემდეგ, რომელიც ისედაც გვაქვს ჩვენ და სხვათა შორის ძალიან კარგი ხარისხია აღნიშნულ მონაცემთა ბაზებს და შეგვიძლია ეს მოსახლეობის რეგისტრისთვის საწარმოებლად გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა ამას საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დაუჭიროს მხარი და შესაბამისად აი შიდა მობილობა გადაადგილება, ასე ვთქვათ, როცა იქნება ასე ვთქვათ აგრეთული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ეს ჩვენ უკვე მოგცემს
მუნიციპალიტეტების, რეგიონების და უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობის გაანალიზების საშუალებას. მთელი ცივილური სამყარო უკვე ამ რელსებზე დგას და ჩვენი გეგმით, სტრატეგიით და სხვათა შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაშიც იყო ეს ნახსენები და აქედან გამომდინარე მოხვდა ასე ვთქვათ ჩვენ სტრატეგიაში, რომ 2027 წლის ბოლომდე ჩვენ უკვე მზად უნდა ვიყოთ ამ პროცესისთვის და მომდევნო აღწერა ზუსტად 10 წელიწადში იქნება რეგისტრებზე დაფუძნებული, რაც შეეხება აღწერით გათვალისწინებული იმ მრავალრიცხოვან კითხვას, ამისთვის ჩვენ რამდენიმე პროცენტიან შერჩევას ჩავატარებთ, როგორც სხვა კვლევებში, დაუშვათ 15%-იან შერჩევას და მის შედეგები განზოგადება მთელ მოსახლეობას. ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ დაუშვათ ეს პენსიონერების ბაზა, სტუდენტები, მოსწავლეები და ასე შემდეგ, ის ისედაც აქვს სახელმწიფოს. დიახ, მაგრამ არ ქონდა ეს კარგი ხარისხის 10, 20 და 30 წლის წინ, ხო? ხო, მაგრამ აქ თავარი ალბათ ჩაწერის და მიწერის ინსტიტუტი არ არის დღეს. აი ეს საკითხი როგორ უნდა წირი გვაქვს პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. დღეს აქტიურ ფაზაში არ ვართ შესული ამ სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით. ჩვენ ევროკავშირის პროგრამა twinning-ის პროექტის ფარგლებში ფინელებთან, გერმანელებთან და იტალიელებთან მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, რომლებსაც იდეალურად აქვთ გამართული ეგ სისტემა და ვფიქრობ, რომ მათ გამოცდილებას დავეფუძნებით და მომდევნო აღწერისთვის უკვე ვიქნებით სრულიად მზად. ანუ ამ მიწერის ინსტიტუტთან დაკავშირებით ახლა არ შეგვიძლია, ხო, რა დეტალურად. ჯერ გამოცდილებას ვეცნობით და იმ გამოცდილების გადმოთარგმნა მოხდება, ასე ვთქვათ, ჩვენი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. ამას უნდა თან ახლდეს, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილებები და ეს მხოლოდ საქმის გასაკეთებელი არ არის. აქ ჩაერთვება ბუნებრივია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო, მათ შორის სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით, ხო? შობადობა, მოკტაობა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გახდება საფუძველი მოსახლეობის რეგისტრის საწარმოებლად. და კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ისევ ამ პირველად შედეგებს, აქ მხოლოდ განზოგადება იყო კაცი და ქალი და აქ არ არის საუბარი დაუშვათ რამდენი ადამიანია 18 წელს ზემოთ და რამდენი შეუძლია. ამიტომ რომ ესეც შეიძლება გარკვეულად გახდეს არჩევნების წინ სპეკულაციის თემა. აქ არ არის ჩაშლილი ასაკობრივი ზღვა. არ გამოგვექვეყნებია და ფიზიკურად ვერ გამოვაქვეყნებთ მომდევნო წლის ივნისამდე ასაკობრივ ჭრილს. გამოვაქვეყნებთ მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების და რეგიონების მიხედვით და ორი დისაგრეგაცია სქესი, ანუ ქალი, კაცი და დასახლების ტიპი. ქალაქ დასახლება და სასოფლო დასახლება. მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რამდენი ცხოვრობს ქალაქად, რამდენი ცხოვრობს სოფლად. გასაგებია, ესე იგი 2025 წლის ივნისში გაცილებით საინტერესო 2026 წლის ივნისში იქნება მონაცემები. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.